ზანზიბარში ვინაცვლებთ კუნძულზე, რომელიც თავისი თვალწარმტაცი პლაჟებით, ფირუზისფერი წყლებითა და კუნძულის უნიკალური კულტურით ნამდვილად 64 დედამიწაზე. სწორედ ამ ეგზოტიკურ გარემოში იპოვა ქართველმა ქალმა თავისი ადგილი და ახლა სასტუმროს მართვას წარმატებით აგრძელებს. საუბარი მაქვს Seashore Villas-ზე და მის მმართველსა და მფლობელ თიკო ჭუბაბრიაზე. სასტუმრო ზანზიბარის ბაზარზე 3 წელი ოპერირებს, ბოლო 1 წლის განმავლობაში თიკოს ხელმძღვანელობით კი მნიშვნელოვნად გაფართოვდა და უკვე დამატებით კოტეჯებსაც აერთიანებს. 4 ვარსკვლავიანი ბუტიკური სასტუმრო Seashore Villa ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია განტვირთვისთვის, ახალი თავგადასავლებისთვის და რაც თავარია ხარისხიანი დასვენებისთვის. უფრო ვრცლად სასტუმროსა და მის სიახლეებზე, ქართველი მფლობელის ასევე გეგმებზე საუბარს თიკო ჭუბაბრიასთან, Seashore Villas მმართველთან ვაგრძელებთ. თიკო, მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში ჩართულობისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის, ფილამშტობისა. თიკო, უპირველესად მინდა ვისაუბროთ იმ სიახლეებზე, რაც დაემატა ობიექტს, გაფართოებას გულისხმობ, რა ინფრასტრუქტურული ცვლილებები და დანამატი განხორციელდა ადგილზე? კი, გამარჯობათ კიდევ ერთხელ. ჩვენ დავამატეთ ეკობუნგალოები, როგორც ხედავთ, ჩემს უკან არის. ხედები საოცარია. ორსართულიანი ხის კოტეჯები, რომელიც არის ეკო. ისე გვაქვს 8 სტანდარტული ოთახი და აი წელს უკვე რამოდენიმე 2-3 თვეა რაც დავამატეთ ეს კოტეჯები. პირდაპირ სანაპიროზე ოკეანის წინ. თიკო, რატომ მიიღეთ გაფართოების გადაწყვეტილება? ეს იყო საჭიროება, რა ახალი ეტაპია ეს ობიექტისთვის? ჯერ იყო საჭიროება და რა ვიცი, ჩემი სურვილიც იყო რომ უფრო გამეფართოვებინა და უფრო სხვა ტიპის, სხვა კატეგორიის ოთახები დაგვემატებინა. რომ ჩვენი ოთახები იყო ჩვეულებრივი სტანდარტული, ზღვის ხედით, მაგრამ მაინც ოთახები იყო და ეს კოტეჯი უფრო სხვა სტილს და სხვა სტილს აძლევს სასტუმროს. ამ დროისთვის უკვე რამდენი ადამიანის მასპინძლობა შეუძლია ობიექტს ამ სიახლის ჩათვლით, რაც აქვს წელს? დაახლოებით 30 ადამიანის მიღება შეგვიძლია. კოტეჯებში დაახლოებით 4 ადამიანის მასპინძლობა შეგვიძლია. ოთახები არის ინდივიდუალური, არის სტანდარტული 2-კაციანი, არის საოჯახო ოთახები 3-4 ადამიანის მიღება შეიძლება. ანუ ერთიანობაში მთლიანად დაახლოებით 30 ადამიანის მიღება შეგვიძლია. თიკო, რომ შევაჯამოთ, რა არის ის სერვისები, რასაც Seashore Villa თავაზობს თავის დამსვენებელს? მინდა რომ ამ პასუხში გავაერთიანოთ ყველა ის აქტივობა მათ შორის, რითითაც შეუძლია ისარგებლოს თქვენმა სტუმარმა. ჩვენ სტუმარს, აი ევროპიდან ჩამოსულები ყავს, ძირითადად სტუმრების უმრავლესობა არის ევროპელები. ვთავაზობთ ყველანაირ სერვისს, რაც შეიძლება ხა ზანზიბარში დასვენებისთვის დაჭირდეს სტუმარს, ეს არის შიდა ტრანსფერი, კვება, ოთახები, ექსკურსიები, საფარის ტურები ტანზანიაში. ანუ ყველაფერი რაც შეიძლება რომ ხა ტურისტის დაინტერესოს რისი ნახვაც, ან ყველაფერს ვაორგანიზებთ. ქართველი ტურისტებისთვის ფრენების ზეც ვეხმარებით. არ ვარ ტურისტული კომპანია, მაგრამ ეხლა ფრენებზე ვეხმარებით ყველანაირად და უკვე აქ ჩამოსულს ხდება ტრანსფერი, მოყვავს სასტუმროში, არის 2-ჯერადი ან 3-ჯერადი კვება, გააჩნია უკვე მოთხოვნებს და ექსკურსიები, რა თქმა უნდა. კი ბატონო, წელს როგორი სეზონია? მინდა შევაფასოთ, ახსენეთ რომ ძირითადად ევროპელები არიან, ხომ, თქვენი სასტუმრო სტუმრები. რამდენად იზრდება ზანზიბარზე, როგორც ეს ვთქვათ, ტურისტულად საკმაოდ საინტერესო მიმართულებაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე და თქვენ მმართველობის პერიოდში როგორ შევაფასებთ ამ ზრდას? 3 წელია ახლა რაც აქ ვარ. პირველ წელს ნაკლებად, შედარებით ნაკლები ტურისტი იყო, აი ბოლო 2 წელია, რაც უფრო მეტ მოიმატა ტურისტების რაოდენობა. ეს იყო ამანაც განაპირობა ჩვენი ახალი კოტეჯების დადგმაც და კი საკმაოდ მომატებულია ბოლო 2 წელს განმავლობაში ტურისტების რაოდენობა. კი, ძირითადად რომელი ქვეყნის დამსვენებელი აქტიური? ძირითადად ეხლა ჩვენთან ძირითადად ჩამოდიან უფრო იტალიელები, ფრანგები, გერმანელები, უფრო ევროპის ხალხი. საქართველოზე ძირითადად ჯერ არ გაგვიკეთებეს ინტენსიური მარკეტინგი, ქართულ ბაზარზე არ ქონდა საშუალება, იმიტომ რომ პატარა სასტუმროა და ადვილად გვევსება ინდივიდუალური ჯავშნებით, ბუკინგის ჯავშნებით, შესაბამისად არ ქონდა დღემდე საშუალება, რომ ესეთი აქტიური მარკეტინგი გაგვეკეთებინა, მაგრამ რა თქმა უნდა, ეხლა ქართული სტუმრების მიღება ძალიან სასიამოვნო იქნება ჩვენთვის. და რა საშუალოდ რომ გითხრათ საქართველოდან ქართველი ტურისტს 10 დღიანი დასვენება ზანზიბარში
თავისი ფრენებით შიდა ტრანსფერით ორჯერად იყვებით ჩვენთან საშუალოდ $1400 დაუჭდება. ეს სტანდარტული ოთახის შემთხვევაში გვაქვს რა თქმა უნდა უფრო მაღალ ბიუჯეტიანი ოთახები, საოჯახო ოთახები, ან ეს ბუნგალოები, რომლის ფასი დაახლოებით $250-300 იქნება ღამეში. კი ბატონო, და ეს ტურის ღირებულებას გულისხმობს, აი როგორ? მთლიანი ტურის ღირებულება, ეხლა საქართველოს შემთხვევაში ვიძახი, რადგან უკვე ფრენების ფასი ვიცი მიახლოებით და საქართველოსთან დაახლოებით ჩდება $1400 10 დღიანი ტური. ორჯერად იყვებით ფრენით და ანუ ყველაფერი რაც შეიძლება ეხლა ტურისტს დასჭირდეს. ექსკურსიები და ეს შიდა აქტივობების რაც შეეხება სრული შიდა აქტივობების პაკეტი ამ 10 დღის განმავლობაში რომ საშუალება ჰქონდეს ტურისტს მოინახულოს ყველა მხარე, ყველა საინტერესო ადგილი და ახლობით $400 ჩდება სრული ექსკურსიები. საფარის ეხება გაინტერესებს. თქვა საფარის ტურები ერთდღიანი, რომელიც $390 ჩდება და არის 2-3 დღიანი და ამ შემთხვევაში ფასი არის ინდივიდუალური. კი ბატონო, თიკო, მინდა კითხოთ ასევე რეკომენდაციები და რჩევები, იმიტომ რომ თითქოს ქართველ დამსვენებელშიც გაიზარდა ინტერესი ისეთი კურორტების მიმართ, როგორც არის ზანზიბარი. რამდენ დღიანი დასვენება უნდა დავგეგმოთ ზანზიბარში? რა არის აუცილებლად სანახავი? აი, რა რეკომენდაციებს გასცემდით? აი, ზანზიბარში მაქსიმუმ 10 დღე საკმარისია. ერთი კვირა კი ბატონო. აი, 10 ეგეცია ინახულო მთელი კუნძული. საფარშიც ერთი დღით გადავიდნენ ტანზანიის საფარზე და რა ვიცი ჩემი აზრით 10 დღე სრულიად საკმარისია კუნძულის მონახულებისთვის და დასვენებისთვის. კი ბატონო, და რა არის აუცილებელი სანახავი? რა ტურებს შესთავაზებდით თქვენ დამსვენებელს? ჩვენ მაგალითად ეს 10 დღის თუ ტურისტი ჩამოვიდა 10 დღიდან ერთი კვირით, ძირითადად უფრო ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ადგილებს ვაჩვენებთ ხოლმე, ეს არის ჩრდილოეთ სანაპირო, ასევე სამხრეთ სანაპირო ძალიან საინტერესოა, არის დელფინების ნებას კუნძული, არის თოუნთაუნი, დედაქალაქი, სხვადასხვა, ანუ როგორ გითხრათ, კუნძულის ყველა მხარე ძალიან საინტერესოა და ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ამიტომ ვცდილობთ რომ ტურისტს ასე თუ ისე ყველა მხარე ვაჩვენოთ და ყველაზე საინტერესო ადგილები ნახონ. კი ბატონო. საინტერესოა ერთდღიანი საფარი, ძალიან საინტერესო, როცა ამ ხელგზაზე მოდიხარ, ნამდვილად უნდა წახვიდე საფარის ტურში. აუცილებლად. თიკო, რა არის ის, რაც გამოარჩევს ზანზიბარს თქვენი შეფასებით, მათ შორის ტურისტულადაც? რატომ იზრდება ყოველწლიურად ამ კურორტზე მოთხოვნა? რა გამოარჩევს მათ შორის სერვისის ნაწილშიც, აი როგორ ვითარდება სერვისის კუთხითაც? ნელ-ნელა ვითარდება, იმიტომ რომ ტურისტების რაოდენობა როცა იმატებს, ნელ-ნელა ყველაფერი განვითარებისკენ მიდის. ჩემი აზრით საინტერესო ტურისტებისთვის უფრო აქაური ცხოვრება, ხალხი, კულტურა. რა თქმა უნდა ბუნებაც ანუ ამინდი ყოველთვის ან წლის ნებისმიერ დროს როცა ჩამოხვიდა სულ დილა კარგი ამინდია ალბათ ამინდი, მაგრამ უფრო მეტად ხალხი და კულტურა აქაური ცხოვრება. კი ბატონო, განსაკუთრებით წლის რა პერიოდშია სიშორვილა დატვირთული? როდის არის განსაკუთრებული აქტივობა? ივლისი, სექტემბერი, აგვისტო, სექტემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი. ძირითადად სულ სავსეა. მოკლედ უწყვეტი სეზონი გარანტიას და 4-ვე სეზონში განსაკუთრებით. კი, აი სულ ხალხია, რასაც ვქენ, მართლა სულ ხალხია. აი ოქტომბერი, ნოემბერი შედარებით შეიძლება უფრო ნაკლები ხალხი იყოს. აი აპრილი, მაისი, ივნისი, რადგან წვიმიანი სეზონი იწყება, შედარებით ნაკლები ხალხია, მაგრამ ტურისტები მაინც არიან. არ ვკეტავთ სტუმროს, ყოველ წელს ღია. ანუ ყოველი პერიოდში არის ღია. თიკო, თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა პროცესია, მათ შორის რა სირთულეებთან და გამოწვევებთან ასოცირდება ზანზიბარში, ასე ვთქვათ, ტურისტული ბიზნესის მართვა? რა არის ის ყველაზე ძირითადი, რაც ისწავლეთ ამ პროცესში და რა არის მათ შორის ის გამოწვევები, რაც საწყდებით ხოლმე? არ არის ადვილი, სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ აქ არის ძალიან მაღალი კორუფცია, როგორც იცი. დიდია ძალიან კორუფცია, უნდა გქონდეს ურთიერთობა სწორ ადამიანებთან, სწორად უნდა მართო ყველაფერი და რა ვიცი, ჩემ 24 საათი უნდა იყო აქ. ყოველთვის აი როცა გაქვს შენი საქმე, მით უმეტეს ადგილას უნდა იყო ყოველთვის ადგილზე. და ყველაფერი, ყველანაირ დეტალში უნდა ყველანაირ პროცესში უნდა ჩაერთო. აი ეს არის, რა ვიცი, ჩემი აზრით. მაგრამ წარმატების თავარი საწინდარი. კი.
როგორ უყურებთ თქვენი ასე ვთქვათ წარმატების, განვითარების, მათ შორის თქვენს კომპანიასთან ერთად გზას? რა არის ის შემდგომი, რაც დაგეგმილია? გვინდა გაზრდა, რა თქმა უნდა, ნელ-ნელა ახლა ჯერ კოტეჯებით შემოვიფარგლეთ და მომავალ შადუღ ნამდვილად გვინდა რომ გავიზარდოთ, რომ სხვადასხვა პატარა, სხვადასხვა ლოკაციებზე, სხვადასხვა განსხვავებულ ლოკაციებზე ავიღოთ ბუტიკ სასტუმროები და ბუტიკ სასტუმროებს უფრო ვანიჭებ უპირატესობას, რადგან მოთხოვნა უფრო, აი ახლა რომ ხედავ ევროპელების მოთხოვნა არის უფრო ბუტიკ სასტუმროებზე, როგორც აღარ უნდა დიდი რესურსები უამხი და უმრავლესობა ანიჭებს უფრო მშვიდ დასვენებას. ამიტომ ჩემი გეგმა იქნებოდა რომ სხვადასხვა ბუტიკ სასტუმრო მქონდა სხვადასხვა ლოკაციაზე კუნძულის. თიკო, გეგმებს შორის საუბრობთ გაფართოებაზე, მუდმივად განვითარებაზე. ეს რა პროცესია, მათ შორის სიშორვილმაც ახალი ინფრასტრუქტურა დაიმატა, ახალ ეტაპზე გადავიდა. რა პროცესია თითოეული ეს სიახლე და მათ შორის საინვესტიციო ნაწილიც საინტერესოა. დაახლოებით რა მოცობის ინვესტიცია განხორციელდა, თუ გაქვთ რა თქმა უნდა მონაცემები ამ სიახლის შემატებით. დაახლოებით სრული ამ კოტეჯების შემატებით, რა ვიცი, დაახლოებით ახლა ზუსტად თანხას ვერ გეტყვით, მაგრამ დაახლოებით 60-70,000 დოლარი საშუალოდ. კი ბატონო. ამ კოტეჯის დამატებით, ხო? კი ბატონო, და საფასო კატეგორია რამდენად იცვლება? მოკლედ ეს კოტეჯი იქნება უფრო ბიუჯეტურ დამსვენებელზე გათვლილი? არა, კოტეჯები შედარებით უფრო ძვირია, ვიდრე ნორმალური სტანდარტული კოტეჯის ღირებულება საშუალოდ იქნება 250-300 დოლარი. ერთი კოტეჯის ღირებულება საშუალოდ 4 ადამიანი მოთავსდება და არ არის ბიუჯეტური, მაგრამ არც ძალიან ძვირი. კი ბატონო. თუმცა გარემოს იდეალურად ერწყმის და მგონია რომ ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. კოტეჯი განთავსება, როცა იმყოფები ასეთ კურორტზე. მაგრამ სიმართლედ როცა 4 ადამიანი არის, არ გამოდის ძვირი. კი, ნამდვილად ბიუჯეტური არჩევანია ამ თვალსაზრისით. აქვს და ძალიან კომფორტულია. თიკო, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში ჩართულობისთვის. წარმატებებს გისურვებთ თქვენს ობიექტთან ერთად მომდევნო განვითარების გზაზე. და მოკლედ მოვიკითხავთ ხოლმე სიახლეებს და გეგმებს ზანზიბარიდან. დიდი მადლობა მოწვევისთვის, თქვენც ასევე. მადლობა კიდევ ერთხელ. თიკო ჭუბაბრია, სიშორ ვილას დამფუძნებელი გვერდებოდა ზანზიბარიდან. პირდაპირ ეთერში